სანამ დავიწყებდით, აი ხა დაწერა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარაგრობებელი კომისიის წევრმა, სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა სოციალურ ქსელში ესეთი კომენტარი ამოვიკითხავ ამას. მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ენერგოსისტემა ენგურხესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებული იყო საქართველოს ენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის ენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან. როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნა საცილებული მსგავსი შემთხვევების გამეორება. აი ამას წერს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში. ნუ ახლა ეს თუ ვინმესთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის პირადად არ არის, რაღაცა ტესტირება ტარდებოდა და რისკს შეიცავდა და ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, ახლა ჩვენ როცა ეს გადაცემა ახლა ჩვენთან არის დენი, მაგრამ საქართველოს აი მაგალითად თბილისში, სხვადასხვა ადგილებში საქართველოში ჯერ არ არის დენი ყველგან მოსული. იმიტომ ეტაპობრივად ირთვება, ხო? ეს არის თან მესამე შემთხვევა მოკლე დროში. მთელი საქართველო, მთელი ქვეყანაში დენი ითიშება, სამჯერ მესამედ ითიშება, ხო? თან უნდა ასევე გვახსოვდეს, რომ გამოძიება დაიწყო ამ საბოტაჟის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო შესაძლო საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება. აი წინა შემთხვევები რაც მოხდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დენი გაითიშა, მაგ შემთხვევებზეა საუბარი, რომ გამოძიებაა დაწყებული, რომ ვიღაცამ საბოტაჟი შეიძლება მოახდინა, ხო? ანუ ეხლა რო შეფასება გავაკეთოთ, რა მოვლენასთანაც გვაქვს, ხო? ტესტირება და რაღაცას თქვათ ტესტავდნენ რაღაც შესაძლებლობებს, ხო? ეგ მესმის ერთხელ მომხდარი, ხო? ერთხელაც ეს ახლა დამაჯერებელი საერთოდ ტესტირება არ არის დამაჯერებელი, იმიტომ რომ საერთოდ ტესტირება როგორც წესი არ ხდება რეალური შუქის მიწოდება. ტესტირება ხდება იზოლირებულ პირობებში. თან ირაკლი ეს მომენტი ახლა 21 საუკუნეში კი 90-იანები გვახსოვს, უშუქობა გვახსოვს, მაგრამ ჩვენს დროში და ჩვენს ეპოქაში ყველაფერი არის ელექტროენერგიაზე, ანუ მაშინდელი დენის გათიშვა ჯერ ამ ხელა პრობლემებს მინდა. დღეს ეს საერთოდ პარალიზებას იწვევს თანამედროვე სამყაროში და ტესტირება ანუ ეხა დაიწყეს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეალური პასუხი ამ მოვლენებთან დაკავშირებით არ არის გაკეთებული, რეალური განმარტება არ არის გაკეთებული, თან ეგეც უცნაურია. აი უყურეთ, დაახლოებით 10 დღეა გასული პირველი შემთხვევიდან. 24-ში და 25-ში მოხდა. ხო, ანუ იმდენი ხანია გასული, რომ გამოძიების საფუძველზეც როგორ არ დადგინდა რამე, ხო, ამდენი ხანი. თითქოს გამოძიება დაიწყო, მაგრამ თითქოს დაავიწყეს საზოგადოება. თითქოს არაფერი, ისე ჩაია. აი უყურე, ფაქტია, რომ არაფერი განმარტება ამ არადა ძალიან სერიოზული საკითხია, ქვეყანაში სამჯერ რო ითიშება მთელი ქვეყანაში დენი, ხო? ეგ არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი, მაგრამ განმარტება ფაქტი არ კეთდება, ის განმარტება რაც ახლა მოვისმენთ ეს არის რაღაც ნაჩქარევი, არასერიოზული განმარტება. ეს უბრალოდ რაღაც წავიკითხოთ, რამე ალბათ წაკითხვაც არ. ხო, ანუ ეს არის რაც ესე განმარტება, რაც მოიძიე, მაგრამ რეალურად ამ თემასთან დაკავშირებით ფაქტია, რომ რაღაც ძალიან რთულია, ეხლა თქმა იმისა, რომ ეხლა საბოტაჟია თუ რა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგ პროცესს გავს. ანუ მაგ პროცესს გავს რას გულისხმობ. ეხლა მე არ გამოურიცხავ, აი ეს გამოძიება რომ დაიწყოს, რაღაც ისეთამდეც მივიდეს ეს ყველაფერი, რომ აი ვიღაცის პასუხისგებლობას დადგეს საბოლოო ჯამში. ანუ საქართველოში თუ ესეთი სურათი ვიხილეთ, რომ აი ვიღაც პასუხისგებლობაა ეს სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებს ქვეყნის დონეზე, როცა ასეთი ტიპის საბოტაჟები ხდება, ხო? ეგ არის სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემაზე მიანიშნებს, ხო? ეხლა სახელმწიფოში ჩვენ ვიცით, სახელმწიფო არის ისეთ დღეშია, რომ თავის ერთმანეთს იჭერენ და თავის მთელი სისტემის უმნიშვნელოვანესი
თანამდებობებზე პირები, ვინც იყვნენ, ისინი დაიჭირეს, იმათ ხალხის დაჭერა ხდება, იმათი ვიღაცების გადაყენება ხდება, გადმოყენება, ჩამოქვეითება და ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევა და მთელი ეს პროცესია, ხო? ამიტომ ასევე საგარეო ფაქტორიც არსებობს, ხო? სხვა ქვეყნების ფაქტორიც არსებობს. ამიტომ ფაქტია, აი, რასაც ხაზი უნდა გაუსვათ, ასეთი მასშტაბის მოვლენა ხდება, გამოძიებაა დაწყებული საბოტაჟის მუხლით და არაფერი კომენტარი არ კეთდება ამ თემასთან დაკავშირებით. ეგეც უცნაურია, ამდენი ხანი როგორ არ დადგინდა, აი თუ დაუშვათ რაღაც დაზიანება იყო, ხო? 10 დღეში როგორ არ დადგინდა, რომ ეს გამოძიება როგორ ვერ აღმოაჩინა, რა დაზიანდა, რისი ბრალი იყო, რანაირად გამოიწვია მთელი ქვეყნის გათიშვა, რა პროცესებმა გამოიწვია. აი ხა მე ხო ვადევნებდი სოციალურ ქსელებში თვალყურს ეს თანამედროვე ეპოქაში აზრების გაცვლა ძალიან სწრაფად ხდება, სოციალური ქსელები ძლევა მის საშუალებას და სხვა შორის შემთხვევითი არ არის რომ ადამიანებს აზრის პოლიცია შეუქმნა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ძალიან ანერვიურებთ ზოგადად ხელისუფლებებს ის რომ ადამიანებს აქვს საშუალება რომ სწრაფად გაცვალონ აზრები და ამას არ აქვს აზღურები და არ აქვს დროსა და სივრცეში არ ახარ შეზღუდული. ყველას რჩება ის განცდა და ის დაბეჭდილება, რომ რაღაცა ხდება ძალიან ცუდი, რომელსაც მალავენ. ეს არის უბრალოდ განცდა, მეტი არაფერი. იმიტომ რომ კიდევ მეორე, ხა სადღაც ერთ უბანში და ერთ კორპუსში და თუნდაც ერთ სოფელში, ან თუნდაც ერთ ქალაქში, თუმცა ერთი ქალაქი უკვე არ არის უკვე ნორმალურ ქვეყნებში იგივე. ხო, არა, მთელს ქალაქში რო ითიშება, მაგრამ ჩვენ ახლა რაზე ვლაპარაკობთ? მთელს ქვეყანაში გაითიშა ელექტროენერგია. ანუ წარმოგიდგენია ხა, ერთ კორპუსში რო ითიშება, ერთ კვარტალში რო ითიშება. მთელს ქვეყანაში გაითიშა 3-ჯერ. ხო, ერთ რაღაცაში ლოკაციაზე რო ითიშება, ეგ შეიძლება ყველგან მოხდეს. ერთ ქალაქში რო ითიშება, ერთ ქალაქში. ეგ უკვე სერიოზული ამბავია. ერთ იმაში რო ითიშება რაღაც მხარეში, ხო, მაგალითად რა ვიღოთ იმერდან გური ან აჭარა ან სამეგრელო. ეგ ძალიან სერიოზულია. ეგ სერიოზულია. კიდევ უფრო სერიოზულ რაღაცას ვაბან, თელს ქვეყანაში გაითიშა. თელს ქვეყანაში გაითიშა. თერი ქვეყანა გამოირთვა. თან ერთხელ რო გაითიშოს, ეგეც ძალიან სერიოზული ამბავია, მაგრამ უკვე არ არის ირაკლი, მე რა არის მთავარი შეკითხვა, იცი? არავინ დამნაშავე არ არის. ანუ არავის არ მოთხოვეს. დამნაშავე კი არა. საერთოდ რაშია საქმე? რისი ბრალია ეს ყველაფერი, რო ითიშება? ეგეც არ არის ახსნილი. ანუ მაგის განმარტება არ არის გაკეთებული, რომ 3-ჯერ მთელი ქვეყანა რო ითიშება, ეგ რისი ბრალია, რას უკავშირდება, ხო? მაგის განმარტება არ არის გაკეთებული, გამოძიებაა დაწყებული თან უკვე. და გამოძიების საფუძველზე ვერ დადგინდა ამდენი ხანი, რამ გამოიწვია ეს გათიშვა, ხო? ეს თავისთავად ცხადია, იმას ისეთ ეჭვებს აჩენს, რომ რაღაცა საქმე იმაზე ცუდად არის. ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, იმიტომ რომ ამდენი ხანი რო რა ვერ დგინდება ესეთი საკითხი და კიდე ხდება. ხო, ეგ ხო უკვე ლეგიტიმურად აჩენს რომ ვერ დგინდება კი არა არ დგინდება. იმიტომ რომ შემთხვევით არ ეგ ეხა როგორი რაღაცა იცი? ძალიან ძნელია ეხა ჩვენი მდგომარეობიდან აი კონკრეტულ რამე დასკვნაზე გასვლა. ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს ხო რაღაც ინფორმაცია ზოგადად ეხლა ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ. რაღაცა კონკრეტული დასკვნის გაკეთება ამ შემთხვევაში ნაჩქარევია, მაგრამ თვითონ ეჭვი რაც ცალსახად ჩდება, ხო, ეჭვი ჩდება აი შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე. ეჭვი ჩდება ასეთი მიზეზებიდან გამომდინარე, რომ თვითონ აი ასეთი რაღაცა მასშტაბის რაღაც პრობლემა ხდება, ხო, მთელი ქვეყანა ითიშება. ეს ხდება თან 3-ჯერ. გამოძიებაა დაწყებული და არ ირკვევა ჯერჯერობით რატო ხდება. თან კიდე ხდება. ანუ ეს ისეთი რაღაცა კი არის, წარსულში მოხდა, ეხა ყველაფერი აღმოფხრილია, მეგობრებო და ეხა უბრალოდ ვიძიებთ საიდან გამომდინარეობს. ესე კი არ არის. ანუ გამოძიება დაწყებული როცა არის, მაგის პარალელურად კიდე ხდება, ხო? ეს საჭიროებს სერიოზულ, ადეკვატურ დასკვნას საჭიროებს ოფიციალურს, სადაც ყველაფერი აშკარა უნდა გახდეს, ეს საიდან არის გამოწვეული და ეს არ არის შეიძლება ხა ადამიანები ამას უყურებენ, ვინც არ არის შეიძლება პოლიტიკაში ჩართული, რაღაც
ხუმრობის ხასიათზე მოდიან და შუქი ჩაქრა და ზოგის, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ეხლა მთელი ქვეყანა ასე რომ ითიშება და ვერ იგებს ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის ჩემი აზრით, იცი რომ ეგეთი რაღაცა რო ხდება და არ დგინდება მიზეზი. აი უყურე მე ვერს არ ვამბობს. მოდი არ დგინდება. მოდი ჩამოვთვალოთ რა მიზეზი შეიძლება იყოს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, ხო? აი თუ ძალიან შორიდან დავიწყებთ მიზეზების ჩამოთვლას, ხო? მიზეზი შეიძლება იყოს გარედან და შეიძლება იყოს ქვეყნის შიგნიდან, ხო? თუ მიზეზი არის ქვეყნის გარედან, ეგ სერიოზული პრობლემა. ეგ არის რამხელა პრობლემა, იცი? გარედან თუ ვიღაცა საბოტაჟს ვიწყობთ, თუ ქვეყნის შიგნიდან არის მიზეზი. ეგ არის ამ სისტემის როგორი სერიოზული პრობლემა, იცით? დანაშაულია. ეგ არის კატასტროფა, ანუ ქვეყნის შიგნიდან სისტემაში რაღაც ასეთი საბოტაჟი ხდება და ამ ვითარებაში თავრობის ხა მეტაური გეუბნება რომ კორუფცია აღმოფხვერით. და ესე იგი რას ნიშნავს, რომ სისტემა გაჯანსაღდა, კორუფცია არ არის და ეკონომიკა იზრდება. ბიჭო, რავი, მთელს ქვეყანას ბოლო 10 დღეში 3ჯერ ეთიშება დენი. საერთოდ ქვეყანას. საერთოდ რა. და რავი, მეტრო ჩერდება, ყველაფერი პარალიზებულია ქვეყანა და 10 დღე მიზეზი ვერ დაადგინეს. საერთოდ და მეუბნებით რომ კორუფცია აღმოფხვრა. კორუფციაზე როცა ლაპარაკობს ქართული ოცნება, ეგ არის სასაცილო კომედიური ჟანრი, იმიტომ რომ ქართული ოცნება და კორუფცია ერთი და იგივე. საერთოდ მაგის გამოცალკევება ერთმანეთისგან არასწორია. ქართული ოცნება არის დაკავებული მთელი ქვეყნის საკუთარ შეპესეთ გაფორმებით არის დაკავებული. კორუფცია უკვე სიტყვა აღარც იტევს თავის თავში იმ მასშტაბ დანაშაულებს, რითიც ქართული ოცნება არის დაკავებული და კორუფცია კი არ არის ეს რაღაცა ჩვეულებრივი რაღაც ის არის რაღაც სხვა წყობაზე გადაყვანაა ქვეყნის ეს კორუფციაზე უფრო უარესი ხდება. ამიტომ ქართული ოცნების მხრიდან როცა კორუფციაზე მიდის ლაპარაკი, მან სინამდვილეში ხდება ვიღაც თავის შიდა ჯგუფებში ლოიალობის და საქმის გაჩევის საკითხები არის ეგ უბრალოდ. ანუ ვიღაცეები, ვინც უკვე მიუღებელი გახდნენ თავის შიდა გუნდში, იმათი გასამართლება ხო უნდა მოხდეს რაღაცის საფუძველზე, ხო? რაღაცა ხო უნდა სახელმწიფომ ეს ხო უნდა შეფუთოს როგორღაც. და მაგის შეფუთვა ხდება, თორე არაფერი კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში არ ხდება და კიდევ ვიმეორებ, ეს საკითხი, როგორი საკითხიც არის, რომ მთელი ქვეყანა ითიშება, ეს ჯერ ერთი ნორმალურ ქვეყნებს ეგეთი არ არის. თუ ეხა ომი არ არის და თუ რაღაც არის ბომბება, ხო? მთელი ქვეყანა რო ითიშება, მასე ეგ თუ არის ან გარედან გაკეთებული საბოტაჟი, ან ქვეყნის შიგნით ვიღაცა მაგას აკეთებს, ეგ არის სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს ორივე შემთხვევაში. ანუ აქ ძალიან ძნელია ახლა ჩვენი პოზიციიდან კონკრეტული დასკვნის გაკეთება და არც იქნება, ანუ ჩვენ ხო ობიექტური პოზიციას ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ობიექტურად ვილაპარაკოთ. ჩვენ ხო არა ვართ აი იმ ტელევიზიების მსგავსი, რომლებიც აი რა პროპაგანდით არიან დაკავებული. ჩვენ ვართ რისი საფუძველიც არ არსებობს, ეგეთი დასკვნები არ უნდა იჩქარო ადამიანმა, მაგრამ ეჭვები, რომელიც უკვე არსებობს, მაგაზე უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს რაც ხდება, ეს საჭიროებს, ეხლა იმდენი ხანია გასული და კიდე ხდება, რომ ამის განმარტება წესით უკვე უნდა არსებობდეს, რამ გამოიწვია ეს პროცესი, გამოძიებაა დაწყებული საბოტაჟის კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონვე მიიჩნევენ, რომ ამას ვიღაცა აკეთებს, გარედან ხდება, შიგნიდან ხდება, ხო, ამას ყველაფერს პასუხები ჭირდება. და ორივე შემთხვევაში ეს მიუთითებს სერიოზულ პრობლემას. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა დაველოდოთ საბოლოო ჯამში რა დასკვნა, ანუ რაღაც დრო დაჭირდება, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მაგრამ ნიშნავანი ის არის, რომ უკვე როგორც დგას საკითხი, აქ პრობლემები უკვე სახეზეა თვითონ ამათი სისტემური პრობლემები. აქ ეხა განმარტება რატო არ არის გაკეთებული, მე მაგალითად ვერ ხვდები. ხო, ანუ რა ის საფუძველი, რა არის იმის საფუძველი, რომ ამდენი ხანი ვერ არკვევენ. აი დაუშვათ საბოტაჟია, ხო? დაუშვათ ვიღაცა აფუჭებს. ნუ თუ
ამდენი ხანი ვერ დადგინდა კონკრეტულად რა არის წყობრიდან გამოყვანა. და ეგ ცოტა რაზე მიანითებს ამას რატო ვუსვავთ, იცი ხას? ეგ ცოტა ისეთ რაღაცაზე ხო არ სისტემური პრობლემა ხო არ არის. ანუ ეს საბოტაჟი ისეთი ტიპის ხო არ არის, რომ თვითონ შიდა რაღაც პარტიულათაც ეხება თამას და მაგიტო ხო არ ჭიანურდება ეს განმარტების გაკეთება, იმიტომ რომ ეგ უცნაურობა დგება. აი მე ვერ ხვდები ამ პრობლემის განმარტებაში რა არის ამდენი ხანი საჭირო. აი რაც დაზიანდა უშუალოდ, ეგ ხო უნდა ეგ ხო მარტივად გამოძიებადია რა. რა დაზიანდა, რამ გამოიწვია გადაზიანება. გამოძიება ამდენი ხანი ვერ ადგენს, რაც ტყუილია და რა არის ესეთი გამოსაძიებელი, რაც ამდენი ხანი ვერ დადგინდა, ანუ 10 დღეში, ერთ კვირაში რომ ვერ დადგინდა, ეგეთი რამ. არა, შეიძლება უშუალოდ დამნაშავე ჯერ ვერ დაადგინე, მაგრამ დაზიანება რაც ხო რა მოხდა? ეჭვიჩდება თვითონ განმარტების აქ ძალიან მნიშვნელოვანია. მე საერთოდ ვაქცევ ყურადღებას რა კუთხით, აი მე საერთოდ არ ვაკეთებ რაღაცა იმებს, დაბრალებებით არა ვარ და აქ საინტერესო რა არის, ცით განმარტებაზე როცა ვლაპარაკობ, შეიძლება ვიღაცამ ვერ აღმოაჩინა დამნაშავე. ეგ მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ რა მოხდა და საიდან არის გამოწვეული ეს მთელი ქვეყნის შუქის გათიშვა, მაგის განმარტება სამდენი ხანი არ ჭირდება. ამის განმარტება რომ არ კეთდება, ხო? მანდიდან გამომდინარე ჩდება ეჭვი, რომ რაღაცა სისტემური პრობლემა ხო არ არის. მანდიდან გამომდინარე ჩდება. თორე დანარჩენი ხო ხა შესაძლებელია ქვეყნის შიგნიდან იყოს საბოტაჟი, შესაძლებელი გარედან, შესაძლებელი საერთოდ საბოტაჟი არ იყოს, მაგრამ ამის განმარტება რო ჭიანურდება, ეგ იწვევს ეჭვებს, მაგის თქმა მინდა ერთადერთი